ხალხო, მე მაქვს ისეთი შემოთავაზება, კრიტიკული აზროვნება ხო ვიცით ყველამ რა არის? რო ავიღოთ კრიტიკული აზროვნება და რომ გადავდოთ ნახუი და დავივიწყოთ როგორ ჩორეული ნათესავი, ვითომ არც არსებობს. და უბრალოდ ძველ კარგ აზროვნებას რო დაუბრუნდეთ, მხოლოდ აზროვნებას. იმიტომ რომ ყოველ დღე ვიღვიძებ, შემოვდივარ ინტერნეტში და ვხედავ მილიონი იდიოტის კომენტარს ყველა სოციქსელში. სორას ვიდეოები, ხელოვნური ინტელექტის ვიდეოები არის ტონობით დაგენერირებული, რომელიც გეთანხმებით ძალიან რეალურს გავს ვიზუალურად. მაგრამ როგორ შეიძლება დაინახო ვიდეო, სადაც ბავშვი ლომს ეფერება და წერდე რომ ვაიმე რასაყვარელია. ან ვაიმე ესეთი კონტაქტიანი ზოოპარკი სადაა, რომ მეც მივიყვანო ჩემი ბავშვი. სად უნდა მივიყვანო შენი ბავშვი? მოსაფერებლად, ლომთან? ნუ გამომაყ. კაი, სხვა მაგალითი. ბებია არის შუა ტყეში და ეფერება დათვს და რაღაცეებს აჭმევს. ჯერ ერთი შუა ტყეში ვინ აყენებს კამერას და მე რომელი ჭკუად მყოფელი დათვი მიდის ბებიასთან რომ თავი მოაფერებინოს. კიდე სხვა მაგალითი. ბავშვი იჯდა ნიანგზე და შუა ქუჩაში სეირნობდა. და ესეთ ვიდეოებზე ხალხი წერს, რომ ვაიმე როგორ უნდა გავარჩიო ეს რეალურია თუ ფეიკია და ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა. ხალხო გესმით სიტყვები რაც გამოდის ჩემ პირიდან? ბავშვი იჯდა ნიანგზე და შუა ქუჩაში სეირნობდა. პატარა ბავშვი. და ამაზე ამბობენ, რომ როგორ უნდა გავარჩიო რეალურისგან. ეს უკვე ხელოვნური ინტელექტის პრობლემა აღარა, ეს უფრო რაღაც ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემაა. დანძრეული გვაქვს.